პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 9 ნახევარზე ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს ოპოზიციის ულტიმატუმები და მოთხოვნები ხელისუფლების მისამართით გრძელდება სწორედ დღეს დაახლოებით 3 საათში იწურება ადრიანი ვადა რეფერენდუმის დანიშნვის მოთხოვნით მიუხედავად იმისა რომ მოთხოვნის ინიციატორებს ირაკლი ალასენიას და მის გუნდს თავადაც არ სჯეროდათ რომ მიხეილ სააკაშვილი რეფერენდუმს დანიშნავდა საპროტესტო ყუთები ხელმოწერების სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით როგორც ოპოზიცია საუბრობს ნელ-ნელა ივსება ეს მაშინ როდესაც სამუშაო ადგილებზე და ეკონომიკურ წინსვლებზე უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას ხელისუფლება პოლიტიკური დებატები დავიწყებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას ხელისუფლების გუნდის წარმომადგენელი ნუგზარ ციკლაური და რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათი ხიდაშელი გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმრები მოგესალმებით ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის 3 საათს ნახევარი ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ქალბატონო თინა სხვა შორის ჩვენს ეთერში საუბრობდნენ თქვენი კოლეგები რომ იმის შესახებ რომ მათ არ ჯეროდა და არ ქონდათ იმედი იმისა რომ მიხეილ სააკაშვილი რეფერენდუმს დანიშნავდა რეფერენდუმი თქვენი ეს მოთხოვნა არის ის გზა ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ყველა გზა უნდა გაიაროთ იმისათვის ყველა ეტაპი იმისათვის რომ გახვიდეთ ქუჩაში თუ სწორედ რეფერენდუმი არის ის გზა რომლითაც თქვენ მიზანს მიაღწევთ მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმები მსმენელს და მაყურებელს მართალი ბრძანდებით რეფერენდუმი არის ის გზა რომელიც სხვა მრავალ გზათა შორის აუცილებლად გასავლელია უფრო სწორედ ამ მოთხოვნის დაყენება და ამ საკითხის დღის ეს რიგში შემოტანა ჩვენი ამოცანა თუ გნებავთ ასე დავარქვათ თუ გნებავთ ვთქვათ ჩვენი მიზანი არის რომ ქვეყანაში იყოს მაქსიმალურად სტაბილური გარემო ყოველგვარი ამოვარდნების რაღაცა მაღალი რყევებისაგან დაცლილი გარემო ჩვენ ყველა პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობის მატარებელი პოლიტიკური ძალები ვალდებული ვართ რომ ქვეყანას გაუჩინოთ შევთავაზოთ ყველა ალტერნატივა ბუნებრივია გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლების არჩევანია რომელ გზას დაადგება იქ ანუ ეს არის ეტაპები რომელიც თქვენ გაიაროთ სანამ გახვალთ ქუჩაში საბოლოო ჩვენ არა ქვეყანამ უნდა გაიაროს ყველა ეტაპი ყველა ლეგიტიმური საშუალება უნდა სცადოს უნდა მოსინჯოს მანამ სანამ მოქმედებები იქნება რადიკალური პირდაპირ ჩემის აზრით არასწორია არაჯანსაღი არის საუბარი ქუჩიდან როდესაც არსებობს სხვა გზები და სხვა საშუალებები მაგრამ ისევ და ისევ ვიმეორებ ეს ხელისუფლების არჩევანია ეს გზა არის ხელისუფლების გადასაწყვეტი ასეთი გზა არის რეფერენდუმი პლებისციტი გნებავთ დავარქვათ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ეს გზა არის ძალიან მარტივი ჩვენ ყველამ საქართველოში მოღვაწე პოლიტიკურმა ძალებმა სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ და რომელ გაერთიანებაშიც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა გავარკვიოთ პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ხალხის არჩევანს უნდა გავარკვიოთ საკუთარი მოსახლეობის დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი როდესაც დღის წესრიგში დგება ომის შედეგებზე რეაგირება დღის წესრიგში დგება ასეულობით საქართველოს მოქალაქე ქუჩაში დარჩენილი უსამსახუროდ უსახლკაროდ როდესაც ქვეყანაში ახალი დევნილები არიან როდესაც ასეულობით სოფელი იკარგება საზოგადოებას აქვს უფლება გაარკვიოს მოითხოვოს ხელისუფლებისგან გაარკვიოს არსებობს თუ არა ისევ ნდობა და ლეგიტიმაცია. კი ბატონო, მე როგორც აღნიშნე ქალბატონო თინა თქვენი კოლეგები საუბრობდნენ ჩვენს ეთერში რომ მათ არ ქონდათ იმედი რომ მიხეილ სააკაშვილი დანიშნავდა ამ რეფერენდუმს. თუმცა მე მაინტერესებს თქვენი პოზიციას ამ საკითხზე თარხნიშვილის ჩატარებული რეფერენდუმი თქვენ თარხნიშვილს ვახსენებ იმიტომ რომ თქვენ ამ ადამიანის მისამართით საკმაოდ სერიოზული კრიტიკა ქონდათ თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი რომელიც ყოველდღიურად აკრიტიკებს. დიახ, გჯერა თუ არა ამ ადამიანის ჩატარებული რეფერენდუმის, თუმცა სავარაუდოდ ალბათ მიხეილ სააკაშვილი აღარ დანიშნავს ამ რეფერენდუმს, თუმცა მაინც 3 საათ ნახევარი რჩება ვადის საბოლოო ამოწურვამდე. კი, თარხნიშვილი და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, პირდაპირ ვიკითხოთ ამ ხელისუფლების მიერ ჩატარებულის გჯერა თუ არა. კი ბატონო, სწორედ აღნიშნე, იმიტომ რომ ლევან თარხნიშვილის მისამართით მე მქონდა არა მარტო კრიტიკა, ბრალდებები, რომელიც ძალაშია და რომელიც საბედნიეროდ ამჯერად უკვე აგვისტოში გამოქვეყნებული EUTHOS საპარლამენტო არჩევნების დასკვნით დადასტურებულია 2013 წლის 2 ნოემბრის შემდეგ პირველად გაჩნდა საქართველოში დასკვნა, სადაც აღარ წერია სტანდარტული ფრაზა, რომ ეს არჩევნები შეესაბამებოდა დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. პირველად 2013 წლის ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ქაღალდებით თავისას ამბობენ იმის მიუხედავად, ვინაც იმ ქაღალდში და ეს არავის არ უთქვამს სხვა შორის ხელისუფლებიდან ისე საპრეზიდენტო არჩევნებზე ამბობენ ამას. საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში, რომელიც აგვისტოში დაიდო, არსად არც ერთ ფურცელზე აღარ წერია სტანდარტული ფრაზა და მაშინ წავიკითხოთ ის წამაკითხონ ის ფრაზა და
მე ვიტყვი რომ ეს ასე არ არის. კი, მარტო ლეგიტიმური შეკითხვა, აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვა არის, მაგრამ პასუხი არის მარტივი. ნებისმიერი პროცესი, რომელიც არ უნდა ჩატარდეს მოთხოვნების შესაბამისად იმ მოთხოვნის, რომელიც 27 იანვარს ყველა ოპოზიციური ძალისმიერ იყო ხელმოწერილი, უნდა ჩაატაროს ამ ხელისუფლებამ. ისე ამიტომ ვთქვი მე თავში როგორც დასახელს არ აქვს მნიშვნელობა თქო, რიგარეში არჩევნები გაიმართება თუ რეფერენდუმი თუ სხვა რაიმე ასეთი ტიპის ღონისძიება, უნდა ჩაატაროს ამ ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ხელისუფლების გარეშე არჩევნები და რეფერენდუმები არ ტარდება. შესაბამისად, აქ კითხვა არის ლეგიტიმური, მაგრამ პასუხი არის მარტივი. ჩვენ არ გვჯერათ არხნიშვილის მიერ ჩატარებული რეფერენდუმის, მაგრამ ჩვენ გვჯერა სხვა რამის, რომ რეფერენდუმი არის ერთადერთი საშუალება, ერთადერთი ფორმატი, როდესაც ყველა ერთის წინააღმდეგ კამპანია შესაძლებელია. ყველა ოპოზიციური ძალა ერთი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ კამპანია შესაძლებელია. ასეთ პირობებში ხმები არ იყოფა, ასეთ პირობებში ის შედეგი მაგალითად, რომელიც დადგა თუნდაც საპარლამენტო და თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს არის გამოწერილ შედეგს გულისხმობ მე არა იმას რაც რეალურად დადგა, არამედ გამოწერილი შედეგიც კი საკმარისია იმისთვის რომ რეფერენდუმი ოპოზიციის და მოსახლეობის გამარჯვებით დასრულდეს. კი ბატონო, ქაბატონთინა თქვენ ბრძანეთ რომ ეტაპებია გასავლელი სანამ ჩვენ ქუჩაში გავალთო, საინტერესოა რა იქნება შემდეგი ეტაპი იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი არ დანიშნავს რეფერენდუმს, თუმცა ბატონო გზარ მანამდე თქვენ მინდა გკითხოთ, საზოგადოებაში არის აზრთა სხვადასხვაობა, ალბათ თქვენ ბრძანდებით ამის შესახებ საქმის ყურში, ხელისუფლების შესახებ რამდენად აქვს დღეს ხელისუფლებას ნდობა. ხომ არ ფიქრობთ რომ რეფერენდუმი იქნებოდა სწორედ ის გზა, რომლითაც თქვენ გნებავთ ოპოზიციას, გნებავთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც თქვენ გაკრიტიკებს, დაუმტკიცებდით რომ თქვენ საზოგადოებაში კვლავ სარგებლობთ მაღალი ნდობის ხარისხით. მე მივესალმები ჩვენს ტელემოყრილობას, მოგესალმებით თქვენ ქალბატონო თინა. აგრეთვე არ მინდა გაუშვა შესაძლებლობა და მივესალმები იმ ადამიანებს, რომელმაც ჩემი ახალბედა პოლიტიკური ის პოლიტიკური იყო ჟურნალისტის დებიუტი მომიწონეს. ახლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მე არ ვფიქრობ რომ ახლა ხელახალი დადასტურება ჭირდება ჩვენ საზოგადოებას იმისა აქვს თუ არა ნდობა ხელისუფლებას ამისათვის არის დადგენილი კონსტიტუციური ვადები. მე ვარ პრინციპულად მოწინააღმდეგე პირადად მე, თუმცა თქვენ ამბობთ რომ 3 საათნახევრის შემდეგ იქნება საბოლოო ულტიმატუმის დღიანი ვადა სწორედ 3 საათნახევარში იწურება. დღიანი ვადა ამ ულტიმატუმის გასული, მაგრამ მე ჩემი პრინციპული პოზიცია გახლავთ და მტკიცე პოზიცია რომ არ უჭერ მხარს არც რიგარეში არჩევნებს და არ უჭერ მხარს არც რეფერენდუმს რიგარეში არჩევნების შესახებ. მე ვფიქრობ რომ 2008 წელს გაკეთებული ორგზის არჩევანი არის ამისთვის სრულიად საკმარისი. საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უფლება რომ არჩევნებს შორის პერიოდში კონდეთ აქტივობა, ჩაატარონ დემონსტრაციები, მათ შორის ჩაატარონ დემონსტრაციები ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით და დააყენონ სხვადასხვაგვარი მოთხოვნები, ასევე შექმნან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მრავალ ფორმას მიმართონ. თუმცა ყოველ წუთს ახლა ახალი არჩევნების ჩატარება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მე მინდა შეგახსენოთ რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მოუწოდებდნენ ხალხს რომ მოსულიყვნენ არჩევნებზე მხარდასაჭერად, მაშინაც ეუბნებოდნენ ჩვენ შევძლებთ ხმების გაკონტროლებას. მერე კი დაიწყეს ანუ ვერ შეძლეს ბატონო გზახმების გაკონტროლება. ჩვენ შევძლებთ, ესენი ამბობდნენ რომ ვერავინ ვერ გააყალბებს არჩევნებს, მოდით არჩევნებს და დადგება ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს. შემდეგ, როდესაც ეს შედეგი გამოქვეყნდა და დიდწილად მე მგონია რომ სწორედ შეუთანხმებლობის და ოპოზიციური პარტიების დაქსაქსულობის და თვითონ რომ გაერთიანებების ეკლექტურობის ბრალი იყო ეს. ამ საკითხზე ქალბატონი თინა გვიპასუხებს ალბათ ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის არის კრიტიკა იმის შესახებ რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული, არა ამის შესახებ არ ვისაუბრე. ისაუბრა ქალბატონმა თინა იმის შესახებ რა დამოკიდებულება აქვს მას და დიდი მადლობა ხოლმე მისი პოზიცია ჩემთვის ადრე ცნობილი იყო, თუმცა ახლა ხელახლა დაადასტურა თავის პოზიცია. მაგრამ აქ როდესაც საუბარი არის იმაზე რომ რამდენად ლეგიტიმური იყო თუ არ იყო ლეგიტიმური არჩევნები, ერთ-ერთი უმთავრესი რაც არის რომ სოფლიოს ყველა ლიდერმა მიულოცა საქართველოს არჩეულ ხელისუფლებას ერთხელ და მეორედ. გასაგებია თუმცა ბატონო უგზარ და მეორე არის კიდე და ეს მგონია რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი. უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრის ამ არჩევნების შემდეგ მიმართა
ქართულ ხალხს და უწოდა მას ნახირი, სახედრები და სხვა ეპითეტებით შეამკო. და ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი იყვნენ გაბრაზებულები და ნაწყენები ხალხზე და ძალიან ბევრმა ადამიანმა აგრეთვე თქვა, რომ თბილისში არ მოვიდა არჩევნებზე 100,000 ადამიანი, იმის გამო რომ იყვნენ დაქსაქსულები, ეს ოპოზიციური პარტიები არ მოვიდა 100,000 ადამიანი და სწორედ ეს იყო უმნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ ეს არჩევნები ამჯერად რომ გაბრაზებული და ნაწყენი იყო ოპოზიცია ქართულ მოსახლეობაზე. თქვენზე ხელისუფლებაზე არ არის ნაწყენი და გაბრაზებული დღეს ოპოზიცია. სწორედ აგვისტოს მოვლენების შემდეგ დგება კითხვის ნიშნები, საუბრობენ იმის შესახებ, რომ რამდენად აქვს საზოგადოებას დღეს ხელისუფლების მიმართ მაღალი ხარისხის ზრდობა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ აგვისტოს მოვლენების შემდეგ. აი სწორედ აქედან მინდა დავსვა შეკითხვა, გაბრაზებული და ნაწყენი ახსენეთ თქვენ. გნებავთ 7 ნოემბრის შემდეგ, გნებავთ აგვისტოს მოვლენების შემდეგ. საზოგადოება არ არის ნაწყენი და გაბრაზებული თქვენზე. არის შესაძლებელი ოპოზიციაზე ამაზე ალბათ ქალბატონი მინდა ქალბატონ თინასაც დავეთანხმო იმაში, რომ ძალიან ბევრი დარღვევა იქნებოდა საარჩევნო პროცესში. ჩვენ არა ვართ რაღაც მრავალი ათწლეულის დემოკრატია და მით უმეტეს საუკუნოვანი გამოცდილების დემოკრატია და ძალიან ბევრი პრობლემა ყოველთვის აი ამ გორ ქვეყნებში არის. სწორედ ამიტომ გამოთქვამენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები თავიანთ შეშფოთებას, სხვადასხვა მხარვეზებთან დაკავშირებით ასეთი შეშფოთება გამოითქვა არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისეთ ქვეყნების მიმართ, როგორც აი რუმინეთი, ბულგარეთი, რომლებიც არიან რიგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრები, რიგ შემთხვევაში ნატოს წევრები, ამიტომ ამ პრობლემებზე მე მინდა რომ არა მხარდაჭერა არ არის, ამიტომ მე არ მინდა თქვა, რომ ერთადერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, გიპასუხეთ ახლავე, ერთადერთი მიზეზი ეს არ იყო, მაგრამ მე მგონია რომ გამსაზღვრელი მიზეზი იმისა რომ ვერ მოიპოვეს ის რაოდენობა ხმების და ვერ წარდგნენ ისე იმ კონფიგურაციით როგორც მათი სურვილი იყო ეს არის ეხლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ქართული ხალხი არის თუ არა თქვენ ბრძანებთ რომ ოპოზიცია არის გაბრაზებული ქართულ ხალხზე არა კი მე კი არ ბრძანებ ეძახოდნენ სახედრებს და თქვენ ბრძანებთ ბატონო გზა რამდენიმე წუთის წინ ოპოზიცია საქონლებს ეძახოდნენ თელ ქართულ ხალხს, იმიტომ რომ არ მისცა ხმა და თუ კი ხელისუფლება იყო მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე მათ წარუმატებლობაში, მაშინ ხალხი რაღაც შუაში იყო და რატომ მიმართავდნენ ამგვარი ეთიკეტებს? და თქვენ შეკითხვას, თქვენ დამისვით ეს შეკითხვა არის თუ არა? დიახ, ხელისუფლება 2004 წლიდან მოქმედებს აი ეს ხელისუფლება და რა თქმა უნდა იქნება მთელი რიგი საკითხები და ეხლა ჩვენ აქ თუ დავიწყებ ჩამოთვლა ძალიან ბევრი რამ არის და ჩვენ სხვა შორის თქვენთან მე მისაუბრე იმის შესახებ რომ ძალიან მწარი არის ჩემთვის ბევრი რამის გახსენება მაშინ კი მე პირადად არ ვიყავი მაგრამ ამას არ აქვს ეხლა არავითარ მნიშვნელობა მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე მე კიდევ ერთხელ ვამბობ ნებისმიერი აქტივობა უნდა იყოს ხელშეწყობილი და დაშვებული ოპოზიციური პარტიების მაგრამ ასევე თქვენ თუნდაც კარგად იცით ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის რეიტინგი იზრდება იწევს იმის და მიხედვით თუ რა ახალ-ახალი მოვლენები ხდება თუ მოულოდნელად რომელიმე პარტიის რეიტინგი ხელისუფლების რეიტინგი აიწევს ან დაიწევს ჩვენ ხომ არ შეგვიძლია რომ ყოველ თვე მოვითხოვოთ ახალი ხელისუფლებას აწეული აქვს თუ დაწეული ბატონო გზა რეიტინგი არჩევნების არსებობს გამოკვლევების შედეგები და მე დადასტურებით გეუბნებით რომ ხელისუფლება არის პირველ ადგილზე ამ გამოკითხების შედეგებით მე მგონია ასეთივე შედეგები აქვს ჩვენს გასაგებია ქალბატონო თინა გისმენთ საზოგადოება ოპოზიცია არის ნაწყენი და გაბრაზებულიო ქართულ ხალხზე თუ შეიძლება აქედან დავიწყოთ საუბარი მაინდან დავიწყოთ პირველ რიგში ეს არ არის სიმართლე რომ ოპოზიციის დიდმა უდიდესმა უმრავლესობამ როგორც ბატონმა ნუგზარმა ბრძანა აქ ასე ილაპარაკა ეს ტყუილია მაშინ ჩამოვთვალოთ აბა ერთი რამდენმა ილაპარაკა ასე ერთადერთი განცხადება იყო და მორჩა ამის ეს არ არის სიმართლე და ამაზე ეს არის ჩემი ერთადერთი პასუხი ის რაც მეორე რაც ითქვა რომ 100,000 კაცი თბილისში არ მოვიდა არჩევნებზე ზოგიერთები ამბობდნენ თქვენ ამ ეთერში თქვით ერთხელ რომ მე მithქვამს ეგ თურმე და ეხლა შეგიძლიათ გაიმეოროთ აქ არა ვახოს ანაიასთან ეთერში ბრძანეს თქვენ ეს იმიტომ ხო ამიტომ პირდაპირ შეგიძლიათ გეთქვათ რომ თქვენ თქვითო აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არ მგონია რომ იმდენად მნიშვნელოვანი ახლა ეს გამონათქვამი რა თქვენ თვითონ ბრძანეთ ეს უკვე ერთხელ ამიტომ ეს არ არის მნიშვნელოვანი თავარი ის არის რაც თქვენ ბრძანეთ მნიშვნელოვანი ადამიანების გამონათქვამის კი ამომორდნენ კი თქვენ პრეზიდენტს განსაკუთრებით ახასიათებს ხოლმე მნიშვნელოვანი ადამიანების ფრაზების არასწორი ციტირებები მნიშვნელოვანი აქ ეს არ არის მნიშვნელოვანი სხვა რამ არის რომ
ის როგორ ინტერპრეტაციას თქვენ აკეთებთ, მე ეს არსად არ მithქვამს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მე ვთქვი, ჩემზე იყო აპელირება. მე არასოდეს არ მithქვამს, რომ 100,000 კაცი არ მოვიდა, იმიტომ რომ ოპოზიცია იყო დაგსაქსული და ჩვენ ვერ შევძელით მათი იმედების გამართლება, თქო ეს არის ტყუილი. მე ის გაზეთი მოვძებნე სპეციალურად თქვენი განცხადების შემდეგ და იქ შავი თეთრზე წერია ის, რასაც მე ვფიქრობ და რაც მაშინაც ვთქვი. 100,000 კაცი იმიტომ არ მოვიდა, რომ თქვენ დააშინეთ. იმიტომ არ მოვიდნენ ადამიანები არჩევნებზე, რომ ისინი იყვნენ ტერორის ქვეშ. იმიტომ სასაცილო არ არის ეს ბატონო ნუგზარ, ეს სამწუხაროა ძალიან. მე ხო არ გაწყვეტინებდით. მე მგონი არც ერთხელ არ შემოგვარდნი ვარ საუბარში. ან გავიცინო და მე უფლება მაქვს შევაფასო. მე უფლება მაქვს შევაფასო და დამასრულებინეთ ახლა. გრიმასების შეფასება. გასაგებია ბატონო ნუგზარ, თუ შეიძლება მივცეთ ქავატონ თიმა საშუალება ისაუბროს. აზრის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ მე უფლება მაქვს ვილაპარაკო ყველაფერი გარდა ადამიანების შეურაცხყოფისა და მე მგონი შეურაცხყოფა არ მომიყენებია. რაც შეეხება იმას თუ რატო არ მოვიდნენ, დიახ, მე ვადასტურებ ეხლაც, რომ სხვაობა ხმებში არის სწორედ ამ ხელა 5 იანვარსა და 21 მაისის არჩევნებს შორის და ეს იყო ზუსტად იმ ტერორის და დაშინების შანტაჟის გამო, რომელიც მოსახლეობას მასიურად მოუწყო ხელისუფლებამ. ეს არ არის ჩემი სიტყვები, საბედნიეროდ პირველ ადგილზეა რეიტინგებში. ნათია ყველაფერზე გავცემ პასუხს, კიდევ სამი სხვა საკითხი იყო აქ მნიშვნელოვანი. დღეს ეს აღარ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები საბედნიეროდ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აგვისტოში გამოქვეყნებული EUTOS დასკვნა საპარლამენტო არჩევნების შესახებ შავით თეთრზე საუბრობს ამაზე. ჩემ და საბედნიეროდ იქ მაგალითად მოყვანილია სწორედ საბურთალოს ოლქი და შეგიძლიათ ნახოთ ყველას ვისაც გაინტერესებთ საბურთალოს და ბათუმის ოლქებთან დაკავშირებით ყველაფერი, რასაც მე და დავით ბერძენიშვილი წინა საარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდით, პირდაპირ სიტყვასიტყვისად არის გადატანილი EUTOS დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნდა აგვისტოს თვეში და სადაც დადასტურებულია ყველაფერი, რასაც ჩვენ საუბრობთ და რამაც გამოიწვია ამ მრჩევლის იმ ნაწილის არმოსვლა, რომელიც აი ამ ტერორის ქვეშ აღმოჩნდა. რაც შეეხება ყველაზე მთავარ საკითხს ნამდვილეში, რაზეც ახლა ჩვენ აქ საუბრობთ, კონსტიტუციური ვადები იყო აქ ნახსენები და ხშირად საუბრობენ ხოლმე ამაზე. მართალია, კონსტიტუციაში გაწერილია ვადები, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას რატომღაც ავიწყდება, რომ იმავე კონსტიტუციაში სწორედ თქვენი ინიციატივით, თქვენი ხელისუფალის ინიციატივით 2004 წლის თებერვლის ცვლილებების შემდეგ გაჩნდა დებულება, რომელიც ამბობს, რომ კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია, რომ ეს ვადები შეიძლება კონსტიტუციურად შეიცვალოს და დაირღვეს. მასში არის პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა და მასში არის პრეზიდენტის გადადგომის შესაძლებლობა. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რა შემთხვევებში ჩერდება პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადა და გადადგომა არ არის მიბმული ავადმყოფობასთან, გარდაცვალებასთან, ან მსგავსი ტიპის ღმერთმა დაგვიფაროს, ამას არავის არ უსურვებს, მოვლენებთან, იმიტომ რომ ესენი ცალკე ისედაც არის გაწერილი. გადადგომა ხდება სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ხელისუფლებაში მყოფი პრეზიდენტი გადადგება რაიმე პოლიტიკური მიზეზების გამო. ისე ვიმეორებ, ავადმყოფობა და სხვა შემთხვევები იქ ქვეկ პუნქტებში ცალკეა გაწერილი. ამიტომ სპეკულირება იმით, რომ კონსტიტუციური ვადებიო, დიახ, კონსტიტუციური ვადები არის, მაგრამ კონსტიტუციაშივე წერია ამ ვადების დარღვევის შესაძლებლობა. ჩვენ არავის კეტით გამოგდებას არსაიდან არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნა რეფერენდუმის შესახებ იყო მარტივი. იგი ამბობდა, ქართველო ხალხო, თქვენ უნდა განსაჯოთ, უნდა ჩატარდეს საქართველოში რიგარეში არჩევნები თუ არა და ასეთ შემთხვევაში ამოქმედება სწორედ კონსტიტუციური დებულება, რომლის მიხედვითაც ადამიანი, რომელსაც თავის თავს პრეზიდენტს ეძახის, იმ სავარძლიდან წავა. და კიდევ ერთი უბრალოდ უკაცრავად აქ ჩაგეკითხებით. გასაგებია არ დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა რეფერენდუმი. ეტაპები ახსენეთ თქვენ, რა არის შემდეგი ეტაპი თქვენ? მოგახსენებთ ოღონდ ძალით არაპირებთ ხელისუფლების შეცვლას. მაშინ რა გამოსავალი არსებობს თუ შეიძლება მიპასუხეთ, რა შემთხვევაში წავა ხელისუფლება დათმობაზე? უბრალოდ ზუსტად ერთი წინადების შემდეგ გიპასუხებთ, უბრალოდ ერთადერთი დამრჩა მომენტი და იმაზეც უნდა გავამახვილო ყურადღება, რომ პრინციპული პოზიცია არისო, რომ რეფერენდუმი, არც რეფერენდუმი და არც რიგარეში არჩევნები არ უნდა დაინიშნოსო და ჩემთვის ცოტა გაუგებარია ასეთი პრინციპულობა ხალხის წარმომადგენლის მხრიდან, იმიტომ რომ დეპუტატები მოგიხსენებათ, სწორედ იმათი წარმომადგენლებია, ვისი აზრის გარკვევასაც ჩვენ ვითხოვდით. ამიტომ პრინციპული შეუძლებელია ხალხის წარმომადგენელი იყოს ხალხის აზრის გარკვევის წინააღმდეგ. ეს ცოტა ერთმანეთთან ლოგიკურად არ ჯდება ეს ორი მოსაზრება. ჩვენ ერთადერთ რამეს ვამბობდით, გავიგოთ ხალხის აზრი. ვკითხოთ იმ ხალხს, რომელზეც თქვენ ასეთი დარწმუნებული ხართ, ჩვენ ასე ვართ დარწმუნებული. და მოდით დავდგეთ და გავარკვევთ. მე ვიცი ამის
შემდეგ ხშირად მოვისმინე. შეიძლება ბატონო გზას სხვა აზრი აქვს და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ხშირად მომისმენია ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ამაზე პასუხად, რომ ისეთ რა ჩვენ დარწმუნებული ვართ, ამაში გარკვევა არ გჭირდება, აი კვლევები გვაქვს ახლა თქვენს ბრძანეთ, რომელიც საპირისპირო სამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ისე პირველ ადგილზეა, სააკაშვილიც ისე ყველაზე უფრო პოპულარული და ასე შემდეგ. მე ამ ყველაფერს ზუსტად ამ თანმიმდევრობით, ამ ტერმინებით, ამ სიტყვებით, ამ წინადებების წყობით ვისმენდი 2 ნოემბრის წინაც. ზუსტად ასე ჩვენ ხელისუფლება გვეუბნეოდა 27 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე, რომ არავისი აზრის გარკვევა მას არ აინტერესებდა, საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავდა, იმიტომ რომ მათ ზუსტად იცოდნენ ხალხის აზრი და მე ხშირად ასევე ჩვენ ყველანი ერთად მთელი საქართველოს ვისმენდით ტელეეკრანებიდან, გივით არგამაძის და სხვათა ცნობილ გამონათქვამებს იმის შესახებ, რომ იცით აი 5-6 კაცი რომ შეიკრიბება მიტინგზე 2 ნოემბერს ეს არ არის და მე ჩვენ ვნახეთ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში 27 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე მთელ საქართველოში და შემდეგ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში 2 ნოემბერს თბილისში. ამიტომ მე ეს ჩვენი როგორც ხდებათ ჩათვალეთ რჩევა, ქვეყანაზე ზრუნვა, კატაკლიზმის აცილება, რაიმე სერიოზული გართულების თავიდან აცილება, რაც გინდა დაარქვით, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ისევე ზუსტად როგორც 2 ნოემბრის წინ კვირების განმავლობაში ჩვენ ვეხვეწებოდით ხელისუფლებას, რომ 2 ნოემბერს აქ იქნება მთელი ქვეყნის ხმა წარმოდგენილი. არ გაიგეს. ეხაც არ გაიგებენ. სხვაობა ჩვენ შორის არის მარტივი, ნახევარი წინადადება, მარტივი. ჩვენ 2 ნოემბრის ხალხი ვართ. ესენი 7 ნოემბრის ხალხი არიან. დღესაც მათ უნდათ რომ 7 ნოემბერი მოიყვანონ. ჩვენ ვეუბნებით 2 ნოემბერი დამდგარია. მოდით ცივილიზებულად გავიგოთ. მაგრამ მათ უნდათ 7 ნოემბერი. რას ვაპირებთ ჩვენ ხვალიდან? ანუ 12 საათის შემდეგ მე სამწუხაროდ არ შემიძლია დღეს ამაზე საუბარი, ხვალ ჩვენ გვექნება სპეციალური ბრიფინგი, სადაც ეს განცხადებები გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა დავიტოვოთ კიდევ ის ძალიან პატარა შანსი, რადგან ვადა დათქმულია, ჩვენ არ გვინდა რომ ამ ვადას გადავწდეთ, 3 საათნახევარი წინ არის, ისე მე არა მაქვს არანაირი ილუზიები, მაგრამ ჩვენ ეს შანსი გავაჩინეთ, ამ საბოლოო გამოსავალი არის მაინც ქუჩა, საბოლოო გამოსავალი არის საზოგადოების ზეწოლა ხელისუფლებაზე 8 ნოემბერს გადადგა სააკაშვილი, აუცილებლად ამჯერადაც გადადგება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ აღარ გვინდა 7 ნოემბერი. ჩვენი ყველა ამ ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის ამ ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის ვალდებულება ხელისუფლებაში არიან ისინი თუ სადაც არ უნდა იყვნენ, რომ 7 ნოემბერი შეურაცხყოფა საკუთარი ხალხის, რომელიც 7 ნოემბერს ხელისუფლებამ იკადრა და აკადრა საკუთარ მოსახლეობას, აღარ განმეორდეს. ამისკენ არის ჩვენი ნაბიჯები მიმართული. ხელისუფლების არჩევანია მოსაოდნელია თუ არა? არ ვიცი ბატონო გზარს კითხავ. არის თუ არა ბატონო გზარ მოსაოდნელი მაშინ როდესაც ქალბატონი თინა სერიოზულ გართულებებზე საუბრობს. არის თუ არა მოსაოდნელი კვლავ იმ შემთხვევაში თუ გამოვა ხალხი ქუჩაში და 9 აპრილს სწორედ იგეგმება პერმანენტული აქციები იწყება ბატონო გზარ 9 აპრილს ალბათ თქვენ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა თქვენი კოლეგები აქვე მინდა გითხრათ. არა, მინდა დავაკონკრეტო რომ თქვენი კოლეგები, თქვენი თანაგუნდელები საუბრობენ რომ ჩვენ ოპოზიციის გეგმებზეო და მოთხოვნებზე არ ვსაუბრობ და არ ვფიქრობ. ზუსტად როგორც 2 ნოემბრამდე. კი ბატონო, გისმენთ. უპირველესად მინდა უთხრა ქალბატონ თინას, როდესაც უკაცრავად ქალბატონ თინას, როდესაც მე ვლაპარაკობდი ჩემ მტკიცე პოზიციაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით, ესე იგი ეს კი არ უნდა გავიგოთ ძალიან სამწუხაროა რომ ასე გაიგო, ეს ისე კი არ უნდა ეს არის მიმდინარე პოლიტიკური მომენტი, აი ამ პოლიტიკურ ვითარებაში, იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს დგას ძალიან სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, იმიტომ რომ სოფლიოში არის მოგეხსენება ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისი, საბედნიეროდ საქართველოს არ შეეხო ჯერჯერობით ისე ეს ეკონომიკური კრიზისი და ყველა თავის ხალხზე და ქვეყანაზე დაფიქრებული ადამიანი ვფიქრობ, უნდა ერიდებოდეს განსაკუთრებულ არეულობებს და განსაკუთრებულ პოლიტიკურ არასტაბილურობას ამ ვითარებაში. კიდევ ერთხელ ძალიან მწუხარო ეს მარტივი რამ ვერ მივიტანე ჩემს ოპონენტამდე. ასევე რამდენიმე ანდაზა და ფრთიანი როგორ არ არის შუაში რეფერენდუმი არის ხალხის აზრის გარკვევა და არა არეულობები როგორც თქვენ აღუწოდეთ და მსგავსი ამბები. ეს არის 7 პროცესში ყუთებთან ადამიანების მისვლა და აზრის გამოთქმა. რა შუაშია ეკონომიკური კრიზისი, არეულობა და ასე შემდეგ. რა დიდი ბოდიში. არჩევნებში მიიღეთ 3% მაგას რა მნიშვნელობა და მნიშვნელობა ძალიან დიდი გარკვევასთან ამას რა მნიშვნელობა აქვს იმის მხრივ უნისონში არ ვაპირებ თქვენთან საუბარს ძალიან ისტორიული ტონი ქალბატონმა თინა მიიღო მისმა პარტიამ მიიღო 3%, ასევე იქ არიან სხვა პოლიტიკური პარტიები, ვიცით ჩვენ რომ ყველა ერთნაირ მოთხოვნას არ აყენებს მოგეხსენებათ, ერთნი აყენებენ რომ მოთხოვნას რომ 9 აპრილს უნდა დამთავრდეს ხელისუფლება და ან 9 აპრილს ვიქნებით ჩვენ და ან კიდე
არ იქნება საქართველოს, სრულიად სხვადასხვა ხალხი არის და უფრო მეცაც გეტყვით. 5-მა თუ 6-მა პოლიტიკურმა ძალამ დაასახელა უკვე თავის საპრეზიდენტო კანდიდატი. პრაქტიკულად მათ დღესვე დაიწყეს ხელისუფლებისათვის ბრძოლა. ეს რეალობა არის, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ. ამიტომ, როდესაც ჩვენ რეფერენდუმზე ვლაპარაკობთ, ეს უნდა გვესმოთ, ეს არის მიმდინარე პოლიტიკური მომენტი. ახლა ქაოსისათვის ნამდვილად არ მომეტება ეს ქვეყანა და სწორედ ამასთან არის ჩემ მტკიცე პოლიტიკური პოზიცია დაკავშირებული. აი ეს თქვი, ერთი არის მნიშვნელოვანი კიდევ რომ აღიარებულია უკვე რომ 100,000 კაცი არ მივიდა მათ მხარდასაჭერად არჩევნებზე მიუხედავად იმისა რომ ასე ამბობდნენ რომ პოლიტიკური ტერორი საშინელი იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინაც ხალბატონი თინა ეს არის შეუძლებელი ხლა გისმენ კარგი გასაგებია რომ შემოწყვეტინო არც ერთხელ თქვენთვის არ შემოწყვეტინები არც ერთხელ არც ერთხელ ძალიან სასაცილო რა ვიცი ხლა ყველას თავის გემოვნება აქვს 100,000 კაცი არ მივიდა არჩევნებზე პრეზიდენტის არჩევნების წინაც ამბობდნენ რომ იყო საშინელი ტერორი მაგრამ ის 100,000 კაცი თურმე რაღაცა ტერორის პირობებში მივიდა მე იგივე ტერორის პირობებში არ მივიდა ამიტომ ამბობ მე რომ სრულიად ცალსახა არის ჩემთვის თუმცა სხვა შეიძლება სხვა მოსაზრება კონდეს რომ არ მივიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ ერთმანეთს იმიტომ რომ მათი ოპოზიციური ერთიანობის იდეის დისკრედიტაცია გახსოვთ მაშინ რომ სწორედ რესპუბლიკურმა პარტიამ მოახდინა როდესაც გამოიყო სხვა დანარჩენები და აქედან დაიწყო ეს ლანძღოგინების კორიანტელი ერთი მეორის მიმართ ეხლა ეს არ არის ჩემი პრობლემა მაგრამ როდესაც უნდათ რომ თავიანთი პოლიტიკური წარუმატებლობა გადააბრალონ ქართულ ხალხს და მე დამატებით კიდევ სუნიანი ნახირი უწოდნო ხო მე ამას არ შევეგუები და უბრალოდ ამ პოზიციაზე ვერ დავდგები ახლა დღესაც აი ხლაც ესეთი გამონათქვამები სასაცილოა და კეტით გამოყრას არ ვაპირებ და რაღაცა სხვა ფრთიანი გამონათქვამები. მე ამასთან დაკავშირებითაც მინდა მქონდეს ძალიან მტკიცე პოზიცია. ჩვენ ვილაპარაკებთ ყველასთან, აი ამ ფორმატით, სხვა ფორმატით, გნებავთ სრულიად სხვაგან და ეს არ იქნება სატელევიზიო ფორმატი ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შეეხება ამ შემთხვევაში ქვეყანაში სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. ამისათვის ღია არის ჩვენი კარი ოპოზიციისათვის. ამას ვადასტურებ გასაგებია ბატონო გზა ამისთანავე თქვენ მინდა გაიგოთ რომ ხელისუფლების მდგომარეობაც არ არის სიოლი, იმიტომ რომ თუ ერთი პარტია ერთ სიძახის, მეორე პარტია იძახის სრულიად განსხვავებულს, მესამე პარტია იძახის სრულიად განსხვავებულს, ერთი გვპირდება რომ ეხლა ოქრუაშვილი ჩამოვა საიდანღაც, მეორენია ასახელებენ რაღაც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატს, ამასობაში თითქმის ყველამ ერთად დაივიწყა საგურამოს მანიფესტი, სადაც საქართველოს წარმოედგინათ როგორც საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა და დიდი ლანძღვა ერთმანეთის და ამიტომ მე არ ვერევი მათ ამ იმაში რა ქვია პოლემიკაში თუმცა ყველასთან ჩვენ გვჭირდება საუბარი და ყველასთან კი მგონია რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის იმ პრობლემებზე ვიმსჯელოთ რაც არის ახლა ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი გასაგებია თუმცა ეს ოპოზიციური გასაგებია არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრი უარყოფს და არც მე არ უარყოფ რომ საფრთხე არის რეალური რაც ქვეყნის წინაშე დგას არამხოლოდ საგარეო საფრთხეზე გულისხმობ და ჩვენ ქვეყანას ჭირდება ძალიან სერიოზული სტაბილური პოლიტიკური გარემო, რათა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და იცით რომ უსერიოზულესი საერთაშორისო მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს ესე ჰილარი კლინტონის ის იყო კომენტარი დღეს საქართველოსთან დაკავშირებით იყო აგრეთვე მილიბენდის კომენტარი რამდენიმე დღის წინ ხავიერ სოლანას კომენტარი მოვისმენთ იმასთან დაკავშირებით რომ ისინი კიდევ და კიდევ აფიქსირებენ რომ ხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენ უნდა გვახსოვდეს რატომ არ არის საქართველოს ისეთი სერიოზული ყავზრუნავენ იმის შესახებ რომ რუსეთთან ურთიერთობა მოაგვარონ ბატონო ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ამის შესახებ გეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის მათი ტაქტიკა რომ ილაპარაკონ რუსეთთან მაგრამ გამუდმებით ამ მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ერთიანობის თემა იყოს ცენტრალური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისეთ პატარა ქვეყნისათვის როგორც საქართველოს და უკაცრავად თუ მე ძალიან ჩემ დროს არ გადავაცილე, ერთსაც გეტყვით რომ 4.5 მილიარდი დოლარი, რომელიც გამოყოფილი არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ეკონომიკის მხარდასაჭერად. რისთვის არის გამოყოფილი? ქართული სახელმწიფოსთვის გამოიყო ეს ფული. გასაგებია ბატონო გზა გასაგებია თუ იმისათვის რომ თუ აქ იქნება სტაბილური პოლიტიკური გარემო, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს საქართველოს ეკონომიკა აი ამ მხარდაჭერას. სხვა შემთხვევაში ბატონო გზა იმის შესახებაც საუბრობთ საზოგადოება, როდესაც თქვენ საფრთხეებზე საუბრობთ, თქვენ ჩვენი მეზობელი ქვეყნის საფრთხეებზე საუბრობთ, სწორედ საზოგადოება
საზოგადოებაში არის ფიქრი და მსჯელობა იმის შესახებ, რომ ხომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციას აყვეს და დაიძაბოს კვლავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ამით ჩაცხრეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. ქალბატონი თინა გიპასუხებთ რეკლამის შემდეგ ჩვენს ეთერში. ასე რომ არადროს არ ყოფილა და რა საიდან მოდის ეს ამგვარი მოსაზრება, მე არ ვიცი. ბატონ უგზერ, თქვენ საზოგადოებას ხვდებით ყოველდღიურად? კი, როგორ არ ხვდები? თქვენ იცით რა საუბრობენ ეს ადამიანები ოჯახში, სამსახური, იცით? თქვენ ხო საზოგადოების ნაწილი. რა საკურველია და მე ამიტომ გისვამთ ამ შეკითხვას, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ხელისუფლების გუნდის წარმომადგენელი ნუგზარ ციკლაური და რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა თინხიდაშელი გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ქალბატონი თინა სერიოზული ბრალდებები კვლავ ოპოზიციის მისამართით, დაქსაქსული ოპოზიცია. ეს არის ის ბრალდება ხელისუფლების მისამართით, რომელზეც თითქმის ხელისუფლების მიერ, რომელზეც თითქმის ყოველდღიურად საუბრობს თქვენი მისამართით ხელისუფლება. ეს არის სერიოზული საბაბი იმისა, რომ თქვენ იმართლოთ თავი ქალბატონი თინა. არა, მე ხამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ, ბატონო უგზარმას თქვა, რომ ეს ჩემის გასარჩევი არ არისო და ნამდვილად ეს მათი გასარჩევი არ არის. ოპოზიცია ჩვენ საქართველოში არა გვაქვს ორპარტიული სისტემა, როდესაც იქნება ერთი და მეორე და ხან ერთი იქნება და ხან მეორე. ეს არის სტანდარტული ევროპული პარტიული სისტემის ჩანასახვევი მდგომარეობა, მოდით ესე ვთქვათ, იმიტომ რომ აქ არც სახელმწიფო პარტია არსებობს და არც ისეთი როგორიც ევროპაშია, მაგრამ ჩანასახვევი მდგომარეობაში ეს არის სტანდარტული ევროპული მდგომარეობა, როდესაც იქნება მრავალპარტიული სისტემა. ერთმანეთის ლანძღვა ისმისო. თქვენ ბრძანეთ ეს არჩევნების წინ იყო ასეთი ვითარება და მე უბრალოდ აღწერე ეს. არჩევნების წინ ლანძღვა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ეს არ არის ხა მნიშვნელოვანი და შესაძლებელი ბევრი რამე ითქვა, რაც დღეს აღარ არის აქტუალური და მნიშვნელობა არ აქვს ამაზე საუბარს. მე სულ რამოდენიმე დღეს ეს პრობლემა აღარ არის ქალბატონი თინა ოპოზიციაში. რისი პრობლემა დაქსაქსულობის მე არ მესმის საერთოდ ეს ტერმინი რას ნიშნავს დაქსაქსულობა, იმიტომ რომ ჯანსაღი მხოლოდ ის ორგანიზმი არის, როდესაც განსხვავებული აზრები მრავალია და ამ განსხვავებულ აზრთა შორის კონკურენციის რეჟიმში იკვეთება როგორი პროპორცია იქნება ქვეყნის პარლამენტში და როგორი პროპორციით იქნება ქვეყნის მართვა კოალიციურ მთავრობაში. ეს არის ნორმალური ჯანსაღი პროცესი და საერთოდ თუ კი დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსები ან პოლიტიკური ძალები ამ თემით სპეკულირების ნაცვლად ამ კულტურის გაღრმავებას შეუწყობენ ხელს, ეს უკეთესი იქნება და ქვეყანას წაადგება და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე უბრალოდ ერთი სიტყვა მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მუდმივად ისმის ეს, ამ ეთერშიც იყო ამაზე საუბარი, არეულობა, ქაოსი და ასე შემდეგ. აი ეს სიტყვები, რომელიც დომინირებს ხელისუფლების რიტორიკაში, მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ რეფერენდუმი არის დაცლილი აი ამ სიტყვების ნებისმიერი ფორმატის მნიშვნელობისგან. გამორიცხულია რეფერენდუმის პირობებში ნებისმიერი ეს ამ სიტყვის ახლოს გაკარებაც კი. რეფერენდუმი ეს არის ცივილიზებული პროცესი, ყველაფრისგან თავისუფალი. სააკაშვილმა რომ თქვა, არჩევნები მილიარდი ჯდება ოჯერ ესეთი ეს ტყუილია, მაგრამ ამასაც თავი გავანებოთ. ანუ თუ ფინანსური ნაწილი აწუხებს ვიღაცას ამ ქვეყანაში არასოდეს პროცესი, საარჩევნო პროცესი, რაც არის მათ შორის რეფერენდუმის პროცესი, ანუ საარჩევნო კომისიები, ხელფასები ამ ადამიანს 6 მილიონ ლარზე მეტი არ დამჯდარა და ჩვენ თუ კი დემოკრატია ქვეყანაში 6 მილიონი ლარი არ გვიღებს, მაშინ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვართ. მაშინ საერთოდ სხვადასხვა თემებზე და სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. დემოკრატია დიახ ძვირი ჯდება. დიახ, ეს ყველამ კარგად იცის. დემოკრატია ძვირი ჯდება, მაგალითად თავისუფალი სასამართლო კიდევ უფრო ძვირი ჯდება და იმიტომ რომ ძვირი ჯდება, მე არ მგონია რომ უარი უნდა ვთქვას ბრძოლაზე სასამართლოს თავისუფლებისთვის, ხომ? ყველაზე იაფი ჯდება აბსოლუტური მონარქია, მეფეა ერთი, მეტი არავინ არ არის. გასაგებია. ქალბატონი თინა, რაც ეხება საგარეო საფრთხეებს ხო, აი სწორედ ამასთან დაკავშირებით. ხელისუფლება თქვენ ქალბატონი თინა ყოველდღიურად გახსენებს, რომ ჩვენ საგარეო საფრთხის შიში არსებობს, დღეს შესაძლოა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბოს და დღეს არ არის შიდა დაპირისპირების დროს. ისე საინტერესოა. იმ შემთხვევაში თუ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბება, თქვენ მორატორიუმს გამოაცხადებთ? მე დაგვიფაროს ჯერ ერთი რომ ეს ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, ამ ფაქტს არ გამორიცხავენ, რომ დაიძაბოს. მინდოდა რომ დაქსაქსულობა თუ სადმე გვაქვს და თუ კი სადმე უნისონში ერთხმაში ლაპარაკი უნდა გვესმოდეს სინამდვილეში. ეს არიან არა სხვადასხვა იდეოლოგიის პოლიტიკური პარტიები, არამედ ხელისუფლება. ხელისუფლება უნდა ლაპარაკობდეს ერთი ხმით, ერთ ენაზე, იმიტომ რომ ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან. ვინც უსმინა რამოდენიმე კვირის წინ, ორი კვირის წინ მე მგონი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონი ბოკერიას ეთერს ქალბატონ ეკა კვესიტაძესთან, მე მგონი რაღაცა განსხვავებული აზრები ჩამოუყალიბდებოდა.
მისი და მაგალითად დავით ბაქრაძის განცხადებებს შორის, რომელსაც ზუსტად 2 დღის შემდეგ ისევ იგივე რიტორიკით გველაპარაკა იმ რაღაცა მოზღვაებულ საფრთხეზე, რომ აგერები რომი გარდაუვალია. კი ბატონო, ამ საკითხში უნდა დაგეთანხმოთ, არიან პრინციპულად განსხვავებული და ჩემის აზრით იმ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ დახატა ის სურათი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს. მე არ ვამბობ ამითი, რომ ეხა უცებ რუსეთი გაკეთილშობილდება და პრობლემების შექმნას აღარ დაიწყებს. 20 წელია ის კეთილშობილი არ ყოფილა საქართველოს მიმართ და მანამდე კიდევ მრავალი ხანი 2 საუკუნის განმავლობაში და ნამდვილად ამ ხრივ რაღაცა დიდ გარდატეხას მე არ ველოდები რუსეთის ხელისუფლებიდან, მაგრამ მაშინ რა საჭიროა დავით ბაქრაძის განცხადებები ქალბატონო სიტყვა საფრთხეს. აი ეს არის სწორედ რაშიც ჩვენ განსხვავდებით ერთმანეთისგან. ეს არის სწორედ რატომაც ეს ხალხი თulis რომ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში და ჩვენ თulit რომ აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, ხო? რატომაც საზოგადოების ნაწილი მათ უჭერს ხوارს და ჩვენი აზრი დიდი ნაწილი, მაგრამ ეს სწორედ იმ კამათის თემაა, რომლის აღმოფხრასაც ჩვენ თავაზობდით რეფერენდუმის გზით, მოდით გავარკვიოთ და მე ვილაპარაკოთ. ხე ყველა ციფრები აქ იქნება манипуляცია. რა მნიშვნელობა აქვს პროპორციას? ერთი ნაწილი საზოგადოების აი ავტობუსებში რომ არიან რომ ერთმანეთთან რომ საუბრობენ თქვენ წაღან ახსენეთ სამზარეულოში რაზე საუბრობდნენ და შეგვიძლია უფრო გაერთაც გავიდეთ ხო პარკში რომ დაჯდებიან ერთმანეთს რომ ერთი ნაწილი ამ პოზიციაზე დგას მეორე ნაწილი სხვა პოზიციაზე დგას ეს ჯანსაღი პროცესია თუმცა ქალბატონ თინა არის მერწმუნე იმასთან დაკავშირებით რომ შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს ხო და ამაზე გასახობთ სწორედ პრობლემა სხვაობა ჩვენს ხედვებში ამ საფრთხესთან დაკავშირებით არის მარტივი ეს ადამიანები თვლიან რომ თავარი საფრთხე მოდის მრავალი ასეული კილომეტრის შორიდან ანუ ქალაქი მოსკოვიდან რასაც მეც მეთანხმები რომ საფრთხე იქიდან მოდის მაგრამ მე ჩვენ ვთვლით რომ თავარი საფრთხე მოდის აი აქედან სადაც ახლა ჩვენ ვზივართ 1 კილომეტრის დაშორებით იმ ადგილიდან სადაც მიხეილ სააკაშვილი ზის ეს არის ჩვენ შორის თავარი სხვაობა ამის გარკვევის ყველაზე ცივილიზებული აი თქვენი სიტყვები ჩავწერე გავიმეორებ ხა არეულობისგან ქაოსისგან კრიმინალების თარეშისგან და ასე შემდეგ თავისუფალ პროცედურას ვთავაზობდით ჩვენ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 3 საათი ვთავაზობთ ხელისუფლებას ამის გასარკვევად კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყოველ წუთს ხელისუფლება უნდა იყოს საზოგადოების აზრის გარკვევის და მასზე ადეკვატური ქმედების პროცესში ყოველ წუთს როგორი ეკონომიკური კრიზისიც არ უნდა იყოს ქვეყანაში რა კრიზისიც არ უნდა იყოს ბატონო გზას საშუალება ამიტომ როდესაც ხდება ქვეყანაში ომი დავანებოთ თავი 5 იანვარს ჩვენი აზრები ცნობილია ეხლა რა აზრი აქვს რამდენიც გინდა ვილაპარაკოთ იმასავით გამოგვივა ხო უყარო და ამაზე ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით ხო ბოლოს მაინც უყარო არ რჩება ხანის ერჩება ხანის ბედს გააჩნია გასაგებია ამიტომ ჩვენ თავაზობდით გავარკვიოთ სწორედ იმ ყველაფრისგან დაცლილი პროცედურით არ უნდათ მათ როგორც ჩანს სწორედ ეს უნდათ სწორედ უნდათ გართულება მათ უნდათ კიდევ ერთხელ მოიყვანონ ისე ვიმეორებ საქართველოში 7 ნოემბერი კიდევ ერთხელ დააშინონ შეურაცხყოფა მიაყენონ ქართულ საზოგადოებას გასაგებია ამიტომ ჯერ ყველაფერი ის დაკარგული არ არის 3 საათი კიდევ დარჩენილია ხელისუფლებას აქვს შანსი მე შორს ვარ იმ აზრისგან ეხა არ იყოს აქ ამაზე გაგრძელებები რომ მოსკოვი არ არის საფრთხე ძალიან დიდი საფრთხეა მაგრამ ჩვენ ეს ხელისუფლება შეძლებს თუ არა ქალბატონო თინა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარება შეძლებს დავასრულებ ხო საქართველოს ჩვენ არ გვაქვს რესურსი შევცვალოთ პუტინი ან შევცვალოთ პუტინი როგორც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი ან შევცვალოთ პუტინის ფსიქოლოგიური პორტრეტი და გავხადოთ იმისგან რაც არის დემოკრატი ამის რესურსი ჩვენ არ აქვს ჩვენ საქართველოს ამას ვერ გავაკეთებთ ჩემი პასუხისმგებლობა და ქართული საზოგადოების ჩემის აზრით მოთხოვნა არის საფრთხეები ავიცილოთ ქვეყნის შიგნით მილოშევიჩმა საკუთარ ქვეყანაში 4 ომი მოახვია თავს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და 4 ომის განმავლობაში ყვიროდა სანამ ბელგრადი ჩვენია იუგოსლავია საფრთხე არ ემუქრებოდა. მილოშევიჩი თქვენმა კოლეგამ რამდენჯერმე შეადარა მიხეილ სააკაშვილი და მილოშევიჩი. კი, იმიტომ რომ ეს ყველაზე ნათელი შედარება რომელიც კი ბატონო, გასაგებია. ბატონო ნუგზარ ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარებას. თქვენ არა გაქვთ ბატონო ნუგზარ, ყოველ შემთხვევაში არ არის გამოქვეყნებული ეს გეგმარით ის თქვენ ეს ურთიერთობა უნდა მოაგვარეთ. აგვისტოს მოვლენების შემდეგაც არ შეწყვეტილა მუქარა და ზღვა რუსეთის და კერძოდ ვლადიმერ პუტინის მისამართით რამდენიმე თვეში ჩვენი მომღერლები არ გვინდა პუტინის დამანგრეველი ასეთი შინაარსის სიმღერით მიემგზავრებიან ისე საინტერესოა თქვენი პოზიცია ამ კუთხით ბატონო ყველაფერზე მოგახსენებთ ერთი მინდა გითხრათ რომ დიდი გულუბრყვილობა არის რომ წარმოიდგინოს ადამიანმა თითქოს სიმღერების გამო ხდება ომები ქვეყნებს შორის
მე ხას გავუსვამდი თუმცა ვლადიმერ პუტინი წარმოთქმულ ფიქრობ თავარ თეზას მე ყოველთვის ველოდები რომ აქამდე მივლენ და ნელ-ნელა მიდიან აქეთკენ რომ თავარი საფრთხე არის არა მოსკოვში ომის განახლების არამედ თავარი საფრთხე არის საქართველოში ეს მგონია რომ არის რუსულ ვერსიაში კონცენტრირებული ამორალური ბრალდების გამეორება საქართველოს ხელისუფლების და ქართული ხალხის წინააღმდეგ რომ საქართველოს დადანაშაულდეს და მთავარ საფრთხე წარმოჩენილი იქნა საქართველოს ხელისუფლება და ქართული ხალხი ყველა უბედურების რაც კი მოხდა საქართველოში და რაც შეიძლება მოხდეს. ამიტომ მგონია რომ ეს არის წყალგამყოფი სწორედ და მე ამაში შემიძლია დავეთანხმო რომ ეს არის ჩვენ შორის განსხვავება. დიახ ჩვენ შორის არის განსხვავება რომ მე როგორც საქართველოს მოქალაქე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი ვაცნობიერებ იმ საფრთხეს რომელიც შეიძლება მოდიოდეს რუსეთიდან არაფერ შუაში არ არის, არც სიმღერები, არც რაღაც მითები იმის შესახებ ლილიპუტინის. ანუ თქვენ მომხრე ხართ ბატონო გზა რომ ჩვენი მომღერლები რუსეთში ამ სიმღერით გამართენ იქნებ მოკლედ მიპასუხოთ. სულ ერთი სიტყვით, თუმცა მგონია რომ ბევრი წინადადების თქმაც უნდა შემეძლოს, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს უსმენდით ქალბატონ თინასთან ყურადღებას. კი ბატონო, გასაგებია 200 წლის განმავლობაში საქართველოს ყავდა მრავალი განსხვავებული ლიდერი. იყო ეს ერეკლე მეფე, თუ გიორგი მე-12, თუ მე რუსიანობის დიდი პერიოდი, თუ ნეო ჟორდანია, თუ მე ზვიად გამსახურდია ეშევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი. ძალიან ბევრი რამ არის სხვაობა ამ ადამიანებს შორის. ისევე როგორც ძალიან დიდია სხვაობა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რუსეთს მართავენ. მართავდნენ ამ წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, რუსეთის მტაცებლური პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რუსეთის აგრესია იყო შეუნელებელი და დღეს თუ კი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავარი საფრთხე არის საქართველოს ხელისუფლება, როგორც არ უნდა არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება, ხო? ეს მგონია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი არის. ამაში ვარ ძალიან მტკიცედ დარწმუნებული და მართლაც უდასტურებ ქალბატონ თიას, ეს არის ჩვენ შორის ძალიან პრინციპული და ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება და ეს განსხვავება გადის სხვათა შორის აი იმ სიტყვებზეც, რომელიც თქვა ერთხელ და ესე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ორიენტაციებს შორის ეს განსხვავება რომელიც ბატონმა გაჩილაძემ თქვა საგარეო ორიენტაციის შესახებ და რომელიც შემდეგ ქალბატონმა თიანამ რაღაცნაირად შებურა ისე თითქოს მას ესე კი არ უთქვამს არამედ უთქვამს რა განცხადებას გულისხმობს რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ გეოპოლიტიკა აი ეს არის მთავარი წყალგამყოფი ჩვენ შორის. ხოლო რაც შეეხება კი ბატონო, მე ყურადღებით მოვუწე, რაც შეეხება იმას, რომ მე ვახსენე ქაოსი და კრიმინალური ანარქია, რომლის მომსწრე ჩვენი ქვეყანა გახდა, ჩვენი ქვეყანა იყო მომსწრე ასევე დანგრეული ქუჩების, ჩაბნელებული ქალაქების და მართლა კრიმინალური ქაოსი, რომელიც ქუჩაში ყავდა, ეს მე რეფერენდუმთან დაკავშირებით არ მithქვამს. ეს მე ვთქვი იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონი თინას პოლიტიკური პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს, ის აყენებს ერთ პოზიციას და ასე გასაგებია ბატონო ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი არიან აგრეთვე სხვა პოლიტიკური ძალები, გაცილებით უფრო აგრესიულები, რომლებიც ამბობენ და მე მინდა აი წავიკითხოთ, ეს არის ან სააკაშვილი ან ჩვენ ან 9 აპრილს დავამთავრებთ ეს დავამთავრებთ არ ვიცი გამახსენებთ ის სიტყვარი არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრი მაქსიმალიზმი რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს უკაცრავად მათ სურთ რომ ქართული ხალხის წინაშე დასვან გარკვეული დილემა რომ და ეს დილემა მდგომარეობს შემდეგში რომ თუ ჩვენ არ მოვედით, მაშინ რუსეთით წახვალთ აქედან. აი თუ ჩვენ არ გადავაყენებთ ძალიან ბევრმა და ეს ყველა წინადადებაში იგრძნობა და ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლების სათავეში და ამ გზით უნდა მოვიდეთ. და ეხლა ამ გზით მოსვლაში ზოგს აქვს უფრო ცივილიზებული ფორმა არჩეული, მეტნაკლებად, ზოგს ნაკლებად, თუმცა ჩვენი პარტიის მოვალეობაც არის ვფიქრობ და ყოველ შემთხვევაში ამის გამოთქმის უფლება მაინც ნამდვილად აქვს რომ ჩვენ პოლიტიკურად უმწიფარად მივირჩინოთ ეს გადაწყვეტილება მით უმეტეს რომ ის არის გამოთქმული იმ პოლიტიკური პარტიის მიერ რომელმაც ხმების ძალიან დაბალი რაოდენობა მიიღო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იმ პოლიტიკური პარტიის მიერ რომელიც უკანასკნელი მოჰიკანი იყო ედუარდ შევარდნაძის ამ პარლამენტში თუმცა ბატონო გზარ იმ შემთხვევაში იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება მოითხოვს, გნებავთ ეს იქნება 9 აპრილს, ბატონო გზარ თუ შეიძლება. იმ შემთხვევაში თუ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა, გნებავთ ეს იქნება ეს იყოს 9 აპრილი, 10 აპრილი, თუ გამოვა ხალხი ქუჩაში, პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში თქვენ რა გამოსავალს ხედავთ?
მე ვადასტურებ ქართული ხალხის, ქართული საზოგადოების უფლებას ჩაატაროს ნებისმიერი აქცია და რომ ეს აქცია იყოს დაცული. ბატონო, ზარამ შემთხვევაში მოთხოვნაზე გესაუბრებით. აი მე ვადასტურებ ამ უფლებას, ვადასტურებ იმ უფლებას, რომ გაიხსნას მაქსიმალურად ტელევიზიები და უნდა ყველანი დავეთანხმოთ ერთმანეთს, რომ ეს პროცესი ამ მიმართულებით მიმდინარეობს ძალიან დინამიურად. რაში გამოიხატება? არ უნდა დავხვდეთ. გამოიხატება იმაში, რომ ძალიან ბევრი ტელევიზია არის უკვე გახსნილი, ძალიან ბევრი რადიოა, პრაქტიკულად არასდროს ჩემ ცხოვრებაში ესე არ ყოფილა. ყოველ დღე 2 ან 3 ადგილას მივდივარ, ხან დებატები არის, ხან ინტერვიუ არის, ხან თვითონ ჟურნალისტები მოდიან. ეს არის ნამდვილად. ეს პროცესი განსავითარებელია. გეთანხმებით რომ უნდა განვითარდეს და რომ განვითარდეს მეორე არხი იხსნება, რომელიც ყველა პოლიტიკური პარტიისათვის კიდევ ერთი ასპარეზი იქნება თავისი აზრების გამოსახულებით. ჩვენ რისთვის გვინდა ტელევიზია, ჩვენ რისთვის გვინდა ტელევიზიები და ყველაფერი. არ უნდა დარჩეს არც ერთი მეტნაკლებად და ობიექტურად იმუშაოს და ხის თავარი თემები გააშუქოს. მეტნაკლებად ძლიერი ოპოზიციური ძალა არ უნდა დარჩეს, რომელსაც აქვს თავისი პოზიცია და არ უნდა იყოს ისე რომ მან ვერ მიაწოდოს ეს თავისი პოზიცია თავის ამორჩეველს და ქართულ საზოგადოებას. ასეთი პოლიტიკური ძალა უნდა დამეთანხმოთ რომ არ არის და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ, ამაში დაგეთანხმებით, მიტინგები უნდა ჩატარდეს, ამაში დაგეთანხმებით. მე შემიძლია ბოდიშვეუბნები იმ ხალხს, ვინც გამოვა ქუჩაში, ვინც არ გამოვა იმათად. ბოდიშვეუბნები იმისათვის რომ თუ რამე შემეძლო უფრო მეტი ძალისხმევის ფასად გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე, ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვეუბნები. ბატონო გზარ, ბოდიში და შეცდომების აღიარება 7 ნოემბრის შემდეგაც მოხდა, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ აღიარა რომ იყო გარკვეული ბატონო გზარ, თუ შეიძლება, არა, თუ შეიძლება დავასრულებ ერთი წამი. ხელისუფლებამ 7 ნოემბრის შემდეგაც არა, ერთი წუთი. აი ჩვენი ხალხის, აი გულწრფელი სურვილის რომ მართლაც უკეთესობისაკენ იყოს შეცვლილი ჩვენ ქვეყანაში ვითარება. მართლაც მათი დაკვეთა შესაძლოა ისიც არის რომ მე და ქალბატონმა თინამ პიროვნულად კი არა პარტიულად და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა და ხელისუფლებამ კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენი ხალხის დაკვეთა ნამდვილად გეუბნებით რომ არ არის კრიმინალური ანარქია ქვეყანაში და არ არის აი ამ ტიპის დილემების წინაშე ის არ უნდა დავაყენოთ, ან სააკაშვილი უნდა ან კიდე საქართველო. ეს არ არის, ეს არის 100 წელი გავიდა ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციიდან და ამგვარი პროლეტარული რაღაცა პირდაპირობა, ხო? თანამედროვე პოლიტიკური პროცესისათვის არის სავსებით მიუღებელი. გასაგებია, თუ შეიძლება მივცოთ ქალბატონ თინას რომ გიპასუხოთ, ისე რაც შეეხება ბოდიშ და შეცდომების აღიარებას, 7 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებამ აღიარა მათი შეცდომები და ბრძანა ისიც რომ გარკვეული კომუნიკაციის პრობლემა იყო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. თქვენ დღეს იგივეს მე ვფიქრობ გამოვასწორეთ ეს აი თქვენ ბოდიშუხტით ბატონ მივყავს და ბატონ რამის კი არ მივყავთ რამის დღეს იმ ადამიანებს რომლებიც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან მე თქვენც მოგიხდით ბოდიშ და ყველას იმის გამო რომ შეუძლებელია ჩვენს ურთიერთობებში ყველაფერი ისე იყოს რომ ადამიანი გზნობდეს თავს რომ ყველაფერში მართალია მარტო უპასუხისმგებლო ადამიანები ფიქრობენ და ამიტომ მაქვს ეს განწყობა, მაგრამ ამავე დროს მაქვს განწყობა რომ ჩვენ შევძლოთ გაერთიანება იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს საქართველოს ნამდვილ სამართლებრივ საქართველოს. ძალიან ცოტა ომები და ავტომატები არ მძლავრობენ სიტყვაზე და მოსაზრებებზე. გასაგებია, გისმენთ. ახლა პირველ რიგში ეს თქვენი სიტყვა დაგესესხებით. რაღაცა აკვიატებასავით არის უკვე ეს კრიმინალური ანარქია, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ მესმის რატომ იმეორებს მუდმივად ბატონი ნუგზარი ამ კრიმინალურ ანარქიას. ეს გავიარეთ ერთხელ უკვე ვდახეთ და მე მგონი ჩვენ ერთსა და იმავე მხარეს ვიყავით იმ დროს. არ ვწდები. ამიტომ ეს ეტაპი გავლილია. მე მგონი საქართველოს იმის შემდეგ დაამტკიცა და განსაკუთრებით 2007 წელს ჩვენ პირადად იმ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ვინც იმ საზოგადოების იმ ნაწილის სათავეში ვიდექით, აქციების სათავეში ვიდექით, რომელიც ამ ქვეყანაში ხდებოდა, რომ არანაირ ანარქიასთან საქმე არ აქვს. 100,000-ობით ადამიანი დადიოდა ქალაქების ქუჩებში და არაფერი არ მომხდარა ისეთი, რაც ასეთი აზრების გაჩენის შესაძლებლობას შექმნიდა. ამიტომ მე ნამდვილად არ მესმის რაზეა საუბარი. თუ რამე ინფორმაცია გაქვთ, მე ვფიქრობ რომ ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოება გააფრთხილოს ამის შესახებ, მაგრამ არაჭორაობის ფორმატში, კი ბატონო, არაჭორაობის ფორმატში, არამედ ფაქტების ფორმატში. თქვენ სწორედ ის იმ პოზიციაში იმყოფებით დღეს ხართ რა ხელისუფლებაში, ანუ უშიშროება პროკურატურა და ასე შემდეგ დაზვერვა თქვენ გემორჩილებად, რომ თუ კი გაქვთ რაიმე ინფორმაცია შეერაღებული ჯგუფები რო გამოვარდებიან ამის შესახებ და იარაღით, არა, კრიმინალური ანარქია ამას ნიშნავს ბატონო. პრეზიდენტი აი პასუხობთ ამაზე, როდესაც 6 პრეზიდენტი უკვე ვიცით ვის აყენებენ პარტიები და მათ შორის კიდევ ერთი არის კუკავა, რომელიც ამბობს ყველაზე ამაზე რეიტინგით აღმატებული იქნება, როცა ელემენტარულ საკითხებზე არ არის შეთანხმება, აქ მიხდომი კრიმინალური ანარქია რა შუაშია. პასუხობთ გარდა იმ საკითხისა, რომ
ძალადობით 9 აპრილს და ეს არის ძალადობა მეტი არაფერი, როდესაც ადამიანები ამას ამბობენ, რომ ან სააკაშვილი, ან ჩვენ ეს მაქსიმალიზმი, მე სწორედ ეს მაშფოთებს, რომ იქნება სერიოზული დაპირისპირება და როდესაც ამგვარი დაპირისპირებაა, თქვენქო ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ სწორედ ეს არის ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი. მე რაც მომეხსენება ბატონო ნუგზარ, გავიგე. გასაგებია, მაგრამ კრიმინალური რომ ამაში არაფერი არ არის, ეს ჩვენ დავამტკიცეთ განსაკუთრებით 7 ნოემბერს და განსაკუთრებით 13 იანვარს და 20 იანვარს კიდევ დამატებით. ამიტომ ის რომ ადამიანები ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას, ეს არაფერი არ არის კრიმინალური, ის რომ ადამიანები საზოგადოებას მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისთვე არაფერი არ არის ამაში კრიმინალური და ამ ადამიანებს რომ მართვის სრულიად დემოკრატიული ფორმა აქვთ არჩეული აქციების დროს, ეს უკვე ფაქტია და დამტკიცებული. როდესაც მე ჭორაობაზე ვსაუბრობ, იმას მოგახსენებთ და ერთ-ერთი მთავარი ჩემთვის და პრობლემური რაც გახდა ამ ბოლო დღეებში, არის თქვენი ლიდერის განცხადებები აი პარტიების ფულთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ქვეყნის პირველ ხელისუფალს არ აქვს არავითარი უფლება. ის არ სარგებლობს აზრის და გამოხატვის იმ თავისუფლებით, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები სარგებლობენ, რომ აი ესე ილაპარაკოს, რომ რაღაცა ფულები მოდის, ამ ფულებს გაკონტროლება ჭირდება, რომ უცნაურად ეს ფულები ჩნდება, იმიტომ რომ ქვეყნის პირველი ხელისუფალის ვალდებულება ის კი არ არის, საზოგადოება პანიკაში ჩააგდოს. თუ რაიმე ინფორმაცია აქვს, მან ეს ინფორმაცია პატიოსნად საზოგადოებას უნდა მიაწოდოს. შარშან ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც დიდი ფული ჰქონდა, მოგეხსენებათ, ბადრი პატარკაციშვილი პირდაპირ ამბობდა, რომ უნდა მოუკლათ შინაგან საქმეთა მინისტრი. სად არის ბადრი პატარკაციშვილი? უნდა მოუკლათ შინაგან საქმეთა. სად არის ბადრი პატარკაციშვილი? ბატონო ნუგზარ, მე არ დამიმთავრებია ჯერ ესე. ხო, ამიტომ რა შუაშია შინაგან საქმეთა მინისტრი იძახდა. მოუკლათ შინაგან საქმეთა ცეცხლი წაუკიდოთ საარჩევნო ყდები. ეს ფული სწორედ აი ამ საქმიანობისკენ იყო მიმართული. გამოვიდეს თქვენი ხერხემალი და მე არ დამთავრებია საუბარი. მეც მგონია რომ ეს არის გგონიათ უნდა იყოს ტრანსპარენტული და გამჭვირვალე. თქვენ შეგიძლიათ გეგონოთ, ეს პრობლემა არ არის, სააკაშვილს არ აქვს უფლება ეგონოს. სააკაშვილმა აი მას ბრძანებ რომ ის არის ქვეყნის პირველი ხელისუფალი, ამ ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტი, ყოველ შემთხვევაში ის ამას იბრალებს, იმის მიუხედავად მას აღიარებენ თუ არ აღიარებენ, ის ამას იბრალებს, არა მე მსოფლიოზე არ გელაპარაკებით, ეხლა მე ვლაპარაკობ და ამიტომ 3%-მა აღიარა თუ არა ხო? 3%-მა არა, ძალიან დიდი ბოდიშით რა, 26 მაისს 13 გასაგებია, თუმცა 13 იანვარს და 20 იანვარს 3% არ იყო ქუჩაში გამოსული და მე იმ ხალხის წინაშე უნდა მოიხადოთ თქვენ ბოდიში. ეხლა ერთოქი დამასრულებინეთ რა ძალიან გქონდათ. გისმენთ ბატონო აქ მთავარი პრობლემა და მე არ ვიცი თქვენ ამას დაეთანხმებით თუ არა და ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ხაზგასმით უთხრა რა ვალდებულებები აქვს კანონში და კონსტიტუციაში გაწერილი ამა თუ იმ თანამდებობის პირებს. გამობრძანდეს თქვენი ხერხემალი თუ რაიმე ინფორმაცია აქვს და ილაპარაკოს ინფორმაციის შესახებ. ქვეყნის თავარსარდალი არ შეიძლება შანტაჟით იყოს დაკავებული თავისი საჯარო გამოსვლების დროს და მუქარით. ამას მიხედვა ჭირდებაო. აი ესეთ სიტყვებს არ უნდა ლაპარაკობდეს ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტი და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით ესეთი სახელები ქვია. ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი ქვია იმ ადამიანს, რომელიც გამოდის და ესე ლაპარაკობს ხალხის წინაშე, არის ვალდებული, რომ თქვენი ხერხემალი გამობრძანდეს ტელევიზიით, რომლებსაც აკონტროლებს და პრობლემა არა კეთერებში გამოჩენს. რა ინფორმაციას უთხრას რა ინფორმაცია აქვს? მე არ ვიცი ის რა ინფორმაციას ფლობს. მე ვიცი რომ ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, იმიტომ რომ სისულელია, რაზეც ის საუბრობდა, მაგრამ რას ემსახურება ეს ვიცი. ეს ემსახურება პანიკის გაჩენის რაღაცა კიდევ ერთი მოტივის პანიკის გაჩენის, ეს ემსახურება შანტაჟს, მუქარას და იმას როგორც იყო ეს ადეკვატურად აღქმული იმ დარჩენილი რამოდენიმე თავისუფალი ჟურნალისტის მიერ, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არის დარჩენილი და ეთერში როგორც ისინი აწვდიან ამას საზოგადოებას. შემდეგი რაზეც აქ იყო საუბარი, ეს არის მოკლედ თუ შეიძლება ძალიან ცოტა მე ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი და ძალიან ვწუხარ, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ საუბრობენ ჩემზე კონკრეტულად იმ გუნდზე, რომელსაც მე ვეკუთვნი იმ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც მე ამ ბრძოლაში ვიმყოფები, როგორც რაღაცა რუსეთთან დაკავშირებულ ამბავს. ეს ძალიან სამწუხაროა, ეს უბრალოდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სირაქლემას პოზიციაა. მე მგონი ეს ის თემაა ზუსტად, სადაც არაფერი მე პირადად რესპუბლიკელებს
და ირაკლი ალასანიას კიდევ დამატებით ამის ყველაფრის თავზე დასამტკიცებელი არაფერი არ აქვს, არავითარი რუსულ სცენარებზე საქართველოში არ არის საუბარი, შეათანხმეთ საკუთარი გუნდის წარმატებულ როთლიან წევრებთან, რომლებიც სხვანაირ განცხადებებს აკეთებენ ეთერში და სინქრონში მაინც ილაპარაკეთ ამის შესახებ, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს და ჩემთვის ყველაზე სამწუხარო იცით რა არის ქალბატონათი ამ ყველაფერში, თქვენ სწორად თქვით რომ 7 ნოემბრის მერეც იყო ბოდიშებიო და პრობლემების აღიარებაო. დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ერთი დამოუკიდებელი კარგად აღჭურვილი ტელევიზია, იმიტომ რომ ავსტროვიცი ამას ვერ შეძლებს, უბრალოდ რესურსი არ აქვს ამის, რომ ყავდეს ქვეყანაში სინქრონში კადრი შეიძლება ესე გაიყოს და ვაჩვენოთ დღევანდელი რიტორიკა და 2 ნოემბრის წინა რიტორიკა. ვერაფერი ვერ ისწავლა ამ ხელისუფლებამ. ვერაფერი ვერ გაიგო, ელემენტარული რამე ვერ გაიგო, რომ როდესაც სიტუაცია დუღდება, როდესაც ტემპერატურა იზრდება საზოგადოებაში, პროტესტის, სიბრაზის, წყენის, გაუცხოების ყველაზე მარტივი სიტყვა ვთქვათ, ხელისუფლებასთან ჯიბრში კი არ უნდა ჩაუდგეს. ეხლა მე მგონი ამას პასუხი გავეცი და თუ სხვა კიდე ციტირებებს მომიტანს, მე გავცემ პასუხს და გასაგებია რაზეც იყო საუბარი. აქ როდესაც ასეთი ვითარება აქვს ქვეყანაში, იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებამ დაიწყოს ადეკვატური მოქმედება პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არის დაგროვილი, ამის ნაცვლად ისევ გამაღიზიანებელ ტონალობაში, გაბრაზებული, გავეშებული იწყებს ბრალდებების ახალ სერიალს. ისევ იგივე ტექსტები. რუსეთი, რაღაცა გაურკვეველი ფული, ადამიანები, რომლებიც რუსულ სცენარში არ მუშაობს, ხალხო ეს გაიგეთ. არ გამოვიდა, ამან გამოიყვანა ორჯერ მეტი ადამიანი ქუჩაში 7 ნოემბრის შემდეგ, ვიდრე 7 ნოემბრამდე გამოდიოდა. 13 იანვარს გამოვიდა ორჯერ მეტი, 20 იანვარს 3ჯერ მეტი, ვიდრე მანამდე აი თქვენი რიტორიკის მიუხედავად. ქალბატონი ისე შეგახსენებთ ბძანა ასევე რომ სანამ მე კარგ ფორმაში ვარო, ხელისუფლების წარმომადგენლებს მასშტაბური დაცემა არ ემუქრება. კარგ ფორმაში, რომელშ ბარსელონას სტადიონზე რო დარბის ამ ფორმას გულისხმობს. თქვენმა კოლეგამ ვერ დაასახელა ბატონ უგზა და იქნებ თქვენ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა სახის ვიზიტით იმყოფებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი ესპანეთში. ესპანეთში არა დიდი ბოდიშით რა. ბარსელონაში. ესპანეთში ვიზიტი პრეზიდენტის ნიშნავს დედაქალაქში ვიზიტს და ეს თქვენ ჩემზე კარგად იცის პროტოკოლი რას ითვლის ამ შემთხვევაში. კი ბატონო, გისმენთ, კარგით ბატონო უგზა ვასრულებთ გადაცემა. ინვესტორებთან შეხვედრაზე იცით და ბარსელონასთან ძალიან საინტერესო სწორედ ეს ვკითხე მე თქვენს კოლეგას და მან ვერ დამისახელა. და ეკონომიკის მინისტრმა არ იცოდა რა სწორია ქვეყანაში, ევროპულ ქვეყანაში ჩასულა ახლა. ეს არ არის არავითარი პრობლემა და ახლა არა, პრობლემა არა, ბატონო უგზა, უბრალოდ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი მიადგა რაღაცა სნობურ დონეს. არა, ბატონო, რა სნობობა, დიდი გაშკიბა. ჩემი გადახდილი გადასახადით პრეზიდენტი სეირნობს, ეს სნობობა? თქვენ ეს არ იცით სეირნობს თუ არა და ამიტომ არ ვიცი რომ არ მეუბნევით და ამიტომ გამოვთქვა ვარაუდს. ქალბატონმა თინამ თავისი თავარი მოსაზრებები, ეს არის მისი პოზიცია. სამწუხაროა რომ სჭარბობდა მის იმაში ისეთი გამონათქვამები, როგორც არის სასაცილოა, სისულელია, ეს ვფიქრობ მეტყოლებს იმ პოლიტიკურ არსენალზე, რომელიც ზოგადად ოპოზიციის პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილს აქვს. მე გულწრფელად წუხარ ამის გამო. ჩემი სათქმელი კი ახლა ამჟამად უკვე არა ქალბატონ თინას ან და მხოლოდ თქვენს მიმართ, არამედ ქართული ხალხის მიმართ არის ის რომ ქვეყნის წინაშე მდგარი უმწვავესი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ჟამს ხელისუფლებისაგან აი ეს ჟამი მოითხოვს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას, მოითხოვს ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას და მტკიცე პოლიტიკურ პოზიციას და უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ხალხი რომ მტკიცე პოლიტიკური პოზიცია იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოში არასტაბილური ვითარება არ დაუშვათ და ჩვენი ხალხი არ დავაბრუნოთ უკან აი ამ მტკიცე პოლიტიკურ პოზიციას როგორც მე ისევე უკლებლივ ყველა ხელისუფლების გუნდის წევრი დაიცავს. გასაგებია ძალიან დიდ მადლობას გადაგიდებულია 2 ნოემბრის წინასე ზუსტად ესე გველაპარაკებოდნენ. მე მინდა საზოგადოებას უთხრა რომ ეს ასე არ იქნება მარტივი მიზეზის გამო რომ ხელისუფლებამ ამოწურა პრობლემის მოგვარების რესურსი. თუ შეგიძლიათ კი ბატონო 9 აპრილს რესპუბლიკური პარტია ალიანსი საქართველოსათვის გავა თუ არა 9 აპრილს დაგეგმულ მიტინგზე. მე მგონი ჩვენ ამაზე პასუხი ბევრჯერ გავეცით, პროცესობა კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ ალიანსი საქართველოსთვის რესპუბლიკელები განსაკუთრებით არასოდეს არც ერთხელ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქართული ხალხის გვერდში არ იდგნენ. ეს არის მოვლენების განვითარების ერთი კონკრეტული დღე, ჩვენ ხვალიდან და ხვალ ამას გამოვაცხადებთ, ვიწყებთ პროცესს, რომლის ერთი კალენდარული დღე იქნება 9 აპრილიც, იქნება მანამდე 12 მარტი, 7 მარტი, 29 მარტი, 31 მარტი და იქნება ყოველი დღე პროტესტის ყოველი დღე ხალხის ძალის. თუმცა ჯერ კიდევ საათს ნახევარია დარჩება. დაუბრუნოთ ხალხს. ნიშნავს პრეზიდენტი.
ჩვენ ძალაუფლება უნდა დაუბრუნოთ ხალხს და ხალხის მიერ ძალაუფლების მოპოვებისთვის ყოველი რესპუბლიკური პარტია იქნება ბრძოლაში, მანამ სანამ გვაქვს ფართო შესაძლებლობები ვისაუბროთ ყველა ამ თემაზე. კი ბატონო, ღია არის ხელისუფლება და ვიწევთ ყველას, ვისაც კონკრეტული წინადადებები. ვისაც მხოლოდ ქუჩის ღრიანცელი უნდა. ფართო შესაძლებლობები საზოგადოებას არ აქვს. ამას ჩვენ რა თქმა უნდა პოლიტიკურ დებატებს და ობიექტურ საინფორმაციო ბოდიში მოიხადეთ. გასაგებია, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ხვალამდე გემშვიდობებად, ხვალ ზუსტად 9 ნახევარზე პროექტს ზვიად ქორიძე გაუძღვება. ნახვამდის. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.